გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 სტუდენტი დააკავეს. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე თესეულის შენობის მიმდებარედ მოხდა, სადაც უკვე 25 დღეა გრძელდება სტუდენტების პროტესტი ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. მარიამ ელიბაშვილი მოგვიყვება ადმინისტრაციული წესით დააკავებული სტუდენტების შესახებ. მარიამ, სად არიან ამ დროისთვის ახალგაზრდები და რას ედავება მათ გამოძიება? გუშინ გვიან ღამით გადააკავეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 სტუდენტი არჩილ გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას 173 მუხლს ედავება გამოძიება, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდები აპირებდნენ, რომ რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო სტენსილები გაეკეთებინათ. სწორედ ამ დროს მოხდა მათი დაკავება. ამ წუთებში ისინი იმყოფებიან დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ისინი უკვე მოინახულეს ადვოკატებმა, როგორც ადვოკატები აღნიშნავენ ჩვენთან საუბარში, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვენ კონკრეტულ მტკიცებულებებს, ვინაიდან ახალგაზრდებს სტენსილი და არც პულივიზატორის წარწერა გაკეთებული არ ჰქონდათ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. როგორც დაკავებულების პოზიცია გაგვაცნეს ადვოკატებმა, ამ ყველაფერს ისინი უკავშირებენ მათ სამოქალაქო პოზიციას. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ 25 დღეა უკვე, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა ტერიტორიაზე იმყოფებიან სტუდენტები და აპროტესტებენ არალეგიტიმური ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და ითხოვენ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს. დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორთან იმყოფებოდნენ ასევე დაკავებულის ახლობლები და ოჯახის წევრები. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ერთ-ერთი დაკავებულის დედას, რომელიც ამბობს იმას, რომ არარსებული ბრალდებით დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი შვილი. რაც შეეხება უშუალოდ ადვოკატების პოზიციას, ისინი როგორც გითხარით, ელოდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული მტკიცებულებებით, თუმცა ამბობენ იმას, რომ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მათ წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი და მტკიცებულება არ გააჩნიათ. გამთენისას იყო პატრულმა, რომ დაგვირეკა და დიღმის იზოლატორში მოათავსეს 3 ახალგაზრდა დაკავებული თესეულის სტუდენტები. ვიტყოდი იმას, რომ აბსურდის თეატრი. ამას ვიტყოდი. დააკავებენ ერთს, გამოვა 10 გაბრაზებული. დააკავებენ 10, გამოვა 2 იმდენი გაბრაზებული. ცდილობენ, რომ ვინც ცოტა ზედმეტად აქტიურობს, განეიტრალონ, მაგრამ ასეთი ძალიან ბევრია. ასეთი საქართველოს მოსახლეობაა, რამდენი უნდა დააკავონ? მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს კამერები წარმოგვიდგინოს და დაგვიდასტუროს ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი რაიმეს წერდა. აკრძალული ნივთი არ არის პულივიზატორის ქონა, არც ვადასტურებ, რომ პულივიზატორი ქონდა, მაგრამ ჰიპოთეტურად რომ ვიმსჯელოთ, აკრძალული ნივთთა კატეგორიაში არ გადის და უკვე ჩვენ ხედავთ, რომ სისტემა იმდენად რეპრესირებულ პოლიტიკას ატარებს, რომ ადამიანებს უკვე იჭერს იმის გამო, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე იმყოფებოდეს. რაც შეეხება ბატონ არჩილს, მან განაცხადა ის, რომ დააკავეს ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ წარწერებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულებებს, თუ ეკნევათ რაიმე მტკიცებულება ან ვიდეო ჩანაწერი, როგორც მათ ეყოლებათ მოწმეები, ასევე გვეყოლებათ ჩვენ მოწმეები. ლუკა ხიზაძეს შეხვდი ახლა იზოლატორში და გამიმარტა, რომ მისი მხრიდან დაუმორჩილებლობას ადგილი არ ქონია. უბრალოდ მას ხელში ეჭირა სტენსილი და აქედან გამომდინარე პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოხდა მისი გადამოწმება და შემდგომში აიყვანეს და გადმოიყვანეს სამართლოში. წარწერა იყო ივანიშვილის რეჟიმის საწინააღმდეგოდ ამ შემთხვევაში, ასევე სიღარიბის საწინააღმდეგოდ და დასრულდეს მილიცია. ასეთი სიტყვით იყო აღნიშნული გამოხატული. სავარაუდოდ 48 საათში უნდა ჩაინიშნოს მათი სასამართლო პროცესი, როგორც ჩვენ პრაქტიკაში ვხედავთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალურ ვადას იყენებს და შემდეგ უკვე რეჟიმის სასამართლო გადაწყვეტს რეალურად სტუდენტებმა ჩაიდინეს თუ არა ადმინისტრაციული კანონდარღვევა.